მოგესალმებით ანიმეს გუათ, ჩემი სახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო გამოვა თუ არა ოდესმე ბორუტო ორი ლურჯი მორევი, მოკლედ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. დიდი ხნის ლოდინისა და უამრავი სპეკულაციის შემდეგ ბორუტო ნარუტოს შემდეგი თაობა ოფიციალურად გაგრძელდება. სტუდია პიეროტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბორუტოს მეორე ნაწილი ახლა წარმოებაშია, რაც მიუთითებს ბორუტოს ფრენჩაიზის დაბრუნებაზეც. გამოსვლის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი. ვიდეოში იქნება პატარა ჭრა. მოკლედ მეგობრებო, თუ ხართ მანგების, კომიქსების და ანიმე აქსესუარების მოყვარულები, მაშინ ეს მაღაზია თქვენთვისაა. ნაკამაშოპში მეგობრებო შეგხვდებათ მანგები, კომიქსები და ანიმე აქსესუარები ყველაზე მეგობრულ ფასად. თუ გსურთ რომ შეიძინოთ მანგები, კომიქსები და ანიმე აქსესუარები ყველაზე მეგობრულ ფასად, მაშინ ნაკამაშოპის სოციალური ქსელების ლინკები მითითებულია ვიდეოს აღწერაში და დამატებითი ინფორმაციისთვის უკვე იქ მიწერეთ. მაგრამ გულშემატკივრებს საბოლოოდ აქვთ ოფიციალური დასტური, რომ მეორე ნაწილი უკვე წარმოებაშია. სტუდია პიეროტმა დაადასტურა, რომ ბორუტოს მეორე ნაწილი ოფიციალურად გამოვა. ინფორმაცია პირდაპირ სტუდია პიეროტის ვებსაიტიდან დადასტურდა. ეს პირველი ოფიციალური დასტურია იმის შემდეგ, რაც ანიმე შეჩერდა 2023 წელს. ეს არ იყო სოციალურ მედიაში ინფორმაციის გაჟონვა ან ჭორი. ის განთავსებული იყო სტუდიის ოფიციალურ საიტზე, რომელიც ხშირად არის მთავარი განცხადებების პირველი წყარო. მიუხედავად იმისა, რომ წარმოება დადასტურებულია, ამ დროისთვის გამოშვების თარიღი უცნობია. რატომ შეჩერდა ბორუტო 2023 წელს? ანიმემ თავისი პირველი ნაწილი დაასრულა 2023 წლის 26 მარტს 293 ეპიზოდით. შესვენების მიზეზი ის იყო, რომ ანიმემ თითქმის ყველა მანგის მოვლენები დაადაპტირა ანიმეში. როდესაც ბორუტოს ეპიზოდები სწრაფად მიიწევდნენ წინ, ანიმე უფრო მეტად დაეყრდნო ფილერ ეპიზოდებს, რომლებიც არ იყო არანაირ კავშირში მანგასთან. მიუხედავად იმისა, რომ ფილერები ზოგჯერ შეიძლება იყოს გასართობი ან დაამოტოს პერსონაჟების შესახებ მომენტები და ინფორმაცია, უხარისხობამ და მისმა ტემპმა გამოიწვია მაყურებლის უკმაყოფილება. სტუდია პიეროს ჰქონდა სხვა მასშტაბური პროექტებიც, მაგალითად ბლიჩი 1000-ლიანი სისხლიანი ომი, რომელიც უკვე სრულ წარმოებაში იყო და შეზღუდული გუნდების რაოდენობის გამო პრიორიტეტი ბლიჩის ანიმეს მიანიჭეს. ბორუტოს შეჩერებამ სტუდიას დრო მისცა, რომ გადაჯგუფებულიყო, მანგას წინსვლის საშუალებამისა და უფრო გაპიარებული გაგრძელებისთვის მომზადებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ანიმე შესვენებაზე გავიდა, სიუჟეტი არ შეჩერებულა. ბორუტოს მანგა კვლავ გრძელდება სახელწოდებით ბორუტო ორი ლურჯი მორევი და მისი გამოშვება 2023 წლის 21 აგვისტოდან დაიწყო. ახალი არკა გვაჩვენებს სულ სხვა ბორუტოს და სიუჟეტიც უფრო სერიოზულ ამბებში გადავიდა. რას უნდა ველოდოთ ბორუტოს მეორე ნაწილისგან? როდესაც მეორე ნაწილი საბოლოოდ გამოვა, მოლოდინი სავარაუდოდ უფრო მაღალი იქნება ვიდრე ოდესმე. ამ ხელადროით პაუზა აშკარა მიზეზებს გვეუბნება. უფრო ნაკლები ფილერები, ანიმაციის გაუმჯობესება და მანგაზე ფოკუსირება. თუ სტუდია პიეროტი შეძლებს და ამ გეგმას დაიცავს, ახალმა სეზონმა შესაძლოა ერთგული მაყურებლის გული მოიგოს, რომლებიც აკრიტიკებდნენ პირველ სეზონს. ვიდეოში იქნება პატარა ჭრა. მოკლედ მეგობრებო, თუ ხართ მანგების, კომიქსების და ანიმე აქსესუარების მოყვარულები, მაშინ ეს მაღაზია თქვენთვისაა. ნაკამაშოპში მეგობრებო შეგხვდებათ მანგები, კომიქსები და ანიმე აქსესუარები ყველაზე მეგობრულ ფასად. თუ გსურთ რომ შეიძინოთ მანგები, კომიქსები და ანიმე აქსესუარები ყველაზე მეგობრულ ფასად, მაშინ ნაკამაშოპის სოციალური ქსელების ლინკები მითითებულია ვიდეოს აღწერაში და დამატებითი ინფორმაციისთვის უკვე იქ მიწერეთ. ამ ყველაფრის თქმით, ბორუტო მხოლოდ ნარუტოს კვალს არ მიჰყვება. ანიმემ შექმნა საკუთარი იდენტობა, ფოკუსირებულია ისეთ თემებზე, როგორიცაა მემკვიდრეობა და როგორ განვითარდა ნინძების სამყარო. ნარუტოს თაობასთან შედარებით, ბორუტოს დრო მოიცავს უფრო მოწინავე ინსტრუმენტებს, კომპიუტერებს და სამეცნიერო ნინძის იარაღსაც კი, რაც ცვლის ნინძების ბრძოლების განვითარებას. ანიმემ გვაჩვენა ახალი პერსონაჟები, როგორებიცაა სარა და უჩიჰა, მიცუკი, კავაკი. ამავდროულად აგრძელებდა ნაცნობი სახეების ისტორიას, როგორიცაა ნარუტო, სასკე, ჰინატა და სხვა. ამან დააბალანსა ძველი და ახალი თაობა ერთ გარემოში, სადაც ვითარება ძალიან განსხვავდება წინა ეპოქისგან. ასევე დავამატებ იმ ინფორმაციას, რომ ცნობილი თამაშის შავი მითი ვუკონგის ანიმაციის რეჟისორი ჩენგსი ჰუანგი თავის სტუდია ჯეარში ბორუტო ორი ლურჯი მორევის ხელმძღვანელობას იწყებს. ამ სიახლემ გულშემატკივრებში ოპტიმიზმი გამოიწვია, რომლებიც ნარუტოს ფრენჩაიზის შემდეგი ფაზისთვის უფრო მაღალი დონის რეჟისურას და ანიმაციის სცენებს ელიან.
აჟიოტაჟის გასაღვივებლად ჰუანგმა ბორუტოს სურათი თავის X-ის ანგარიშზე მარტივი წარწერით #ბორუტო 2 ლურჯი მორევით გააზიარა, რაც კიდევ უფრო მიანიშნებს მის მონაწილეობაზე ამ ანიმეში. ამდენი სიახლის, ცნობილი ანიმატორის და პიეროტის დაპირების შემდეგ ეს ანიმე ანიმაციურად რომ ჩავარდეს, როგორც მისი წინამორბედი OG ბორუტო ძალიან გატეხავს. ჯერჯერობით სულ ეს არის, რისი თქვაც შემიძლია მეგობრებო არსებული ინფორმაციით. ბევრი ლიქერი იუწყება, რომ ბორუტო და ნარუტოს 4 ახალი ეპიზოდი 2026 წლის ბოლოსთვის ან 2027 წლის დასაწყისში დაანონსდება, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორის დონეზეა. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო უკვე დასასრულს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ის და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარიზღლაკი, რომ არ გამოდოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები. ასევე გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით და თუ მოგესურვებათ გააზიარეთ ეს ვიდეო ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის და ჩვენმა აუდიტორიამ ზრდა გააგრძელოს. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან ერთად იყო ბლიზარდი, ყველას მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.